კრაფტერი, როგორც ხედავთ, მე ჩავაგდე ახალი resource pack-ი, ანუ ეს resource pack-ი მქონდა Faithful 32-32-ზე და არ ვაგდებდი ხოლმე აქამდე, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე მაინც ჩამეგდო და მოდით ვითამაშოთ ამ resource pack-ით. დღეს მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ქათმების ფერმა. ანუ სრულიად ავტომატიზირებული ქათმების ფერმა, რომელიც თავისით ავტომატურად მოგვაწოდებს ხოლმე ქათმის კვერცხებს. ეხლა არის დილა, როგორც ჩანს და ეხლა მე უნდა შევქმნა და დავკრაფტო ანუ რკინის ნაჯახი, რაც მჭირდება ნამდვილად იმისთვის, რომ სწრაფად და მარტივად მოჭრა ხეები და ეხლა წავიდეთ ხეების მოსაჭრელად. შემდეგ გავაკეთებ ასევე ხეების ფერმასაც, რომელიც იქნება ჩემი სახლის გვერდით, ანუ ოდნავ მოშორებით, რადგან მე ხელი არ შემიშალოს და კარგით მეგობრებო, მოდით დავიწყოთ ხეების მოჭრა და აი ამ პერიოდს, ხეების მოჭრის პერიოდს, რა თქმა უნდა, გადავახო, რადგან ეს თქვენთვის ძალიან მოსაწყენი იქნება დროებით. მეგობრებო, მე უკვე მოვჭერი ხეები, მე მგონი ერთი სტაფი დამუშავებული ხე ნამდვილად გვეყოფა საკმარისი სკიურების დასაკრაფტად და ღობეების დასაკრაფტადაც და ასევე მოდით ეხლა ავიღოთ ეს ბამბუკები, რომლებიც აი აქ რგია, რადგან შემდეგ ეპიზოდებში ასევე უნდა გავაკეთოთ, ანუ ამის შემდეგზე არა, მაგრამ ცოტა მომდევნო ეპიზოდებში აუცილებლად ვაპირებ გავაკეთო ბამბუკის ავტომატიზირებული ფერმა, რომელსაც ავტომატურად მოჭრის პისტონები, ანუ გუშები და ასე შემდეგ. მოდით ეხლა დავიწყოთ ქათმების ფერმის გაკეთება. იმედია ქათმების საკმარისი რაოდენობა იქნება ახლო-მახლო, რადგან შევძლო მე ქათმების ფერმის ავტომატურად გაკეთება და არ მომიწიოს მათი სხვანაირად მოყვანა და შორს წასვლა, რადგან მათი მოყვანის პროცესი ძალიან უსიამოვნოა. კარგით, პირველ რიგში უნდა დავკრაფტო 5 სკიური და ასევე ძაბრის რაოდენობა არ ყოფნის, ამიტომ კიდევ ავიღოთ რკინა და მოდით დავკრაფტოთ 5 ძაბრი, რაც ზუსტად 5 ძაბრი და კარგით, კიდევ გჭირდება ღობეები და ეხლა დავკრაფტოთ ჯოხები ღობეებისთვის და ცოტა რაოდენობის ღობეები და მოდით ერთი ჭიშკარი იყოს, ერთი ჭიშკარიც, მოდით ერთი ღობე და ერთი ჭიშკარი. ასევე დაგჭირდება დამუშავებული ბლოკებიც, აი უბრალოდ დამუშავებული ბლოკები და რაც დაგვრჩა 3 ხე დაგვრჩა მგონი, მაგრამ მაინც იდევს სკიურში ყოველ შემთხვევაში. კარგით, ახლა მეგობრებო, უნდა შევარჩიო ადგილი ქათმების ფერმისთვის. მგონია ეს ადგილი ნამდვილად კარგი იქნება, გამოდიება ამ ადგილზე და პირველ რიგში ავიღოთ ხელში ჭიშკარი. აი ასე ჭიშკარი და შემდეგ აი აქ მიწაში აი ჭიშკარის ქვეშ აი აქ ჯანდაბა დამავიწყდა 6 სკიურია აუცილებელი ამისთვის. ანუ მე 6 რაშიც უნდა ჩავიდეს ის ყველაფერი, რაც მოვა. მე 6 სკიურის დავკრაფტოთ და ესეც ასე. გვაქვს 5 ძაბრი და 1 სკიური. კარგით მეგობრებო, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და მოდით მოვტეხოთ ეს მიწა და აი აქ ჩავდგათ სკიური. აი ჯანდაბა. და მოდით არა, მოიცადეთ, აი ამას ჩავთხრი აქ და აი ასე უმჯობესი იქნება ამ მიწას ამოვავსებ აი აქ და აი აქ ამოვთხრი. კარგით, ეხლა ჩავიწუცქოთ, ასე ვთქვათ და ჯანდაბა შემეშალა სკიური, აი აქ უნდა დგმულიყო და აი აქ უნდა ყოფილიყო ძაბრი. შემეშალა მეგობრებო, ბოდიშით პატარა შეცდომა მივიდა, იმედია ვაპატიებთ და არ განსჭით ამისთვის ძალიან ცუდად. კარგით, მოდით აი ახლა აი აქ მივა ჯანდაბა, ჩავიწუცქოთ ასე მიდი და იგი ასე და ასე. იმედია ყველანაირად მიდის სკიურში ეს ყველაფერი. მოდით დავტესტოთ, აი ასე ჩავაგდეთ ძაბში და ეხლა ვნახოთ საწავიდა. მოვიდა, მშვენიერია. აი მუშაობს, როგორც ხედავთ.
და მოდით ახლა შემოღობის დროა. შევოღობთ აი ეს ადგილი. 12 ღობე გვაქვს, საკმარისი იქნება. ალბათ დარწმუნებული ვარ საკმარისი იქნება და კიდევ არ დამჭირდება ღობების დაკრაფტვა და იმედია ზუსტად გეყოფა. ერთი ღობე დაგვრჩა აი ამისთვის, ამ ადგილისთვის და მოდით ამ ერთი ღობით აი ეს ზელია ვამაყობთ. იყოს ასე. რამეს მივაბავ თუ შემდეგ აი ლორწო ვიპოვე იმ რაღაც ადგილში. სულ დამავიწყდა ამასობაში რომ სირთულე მქონდა ადგილზე დაყენებული, ამიტომაც არ ჩნდებოდნენ იქ ლორწოები. თუ არა და აუცილებლად უნდა გაჩენილიყვნენ, მე ასე ვფიქრობ. აი სულ დამავიწყდა სირთულის რთულზე, ნორმალურზე აწევა და მეგობრებო, ჩვენი ფერმა თითქმის რა სრულებით მზად არის, ახლა გვჭირდება მხოლოდ ანუ ეს ცუდი სიტყვა არის და მოდით იყოს ორბლის ქერის თესლს დავარქვ მე, ასე ვიტყვი, როცა და არ გამომივიდეს. მიდი ქერის თესლი ნამდვილად ჭირდება, სიდი იგივე, ინგლისურად seed აწერია, აი ასე, ესეც ასე, როგორც ხედავ seeds, აი ესე აწერია და ეხლა უნდა მოვნახოთ ქათამი, რომელსაც შევიყვანთ აი აქ. მინიმუმ 2 ქათამი მაინც ჭირდება, ერთი წავა, რომელიც კვერცხებს დამიგებს, მაგრამ 2 უკეთესი იქნება. რაც მეტი მით უკეთესი. დროთა განმავლობაში შემდეგ აი მარცვლეულით გავამრავლებ ამ ქათმებს რა თქმა უნდა და მათი რაოდენობაც მოიმატებს ამასთან ერთად. სად არის ქათმები? აი ერთ წელს მოვყარით ხან თვალი და საწავი და წინასთან ნისლია და შორსაც ვერ ხედავ. რა ძალიან არ მოწონს. ნახევრად დაბრმავებული ვარ, იმიტომ რომ შორს ვერ ხედავ შორმანძილზე. და ის ქათამია, ხო? დიახ. ვიპოვეთ ის დაკარგული ქათამი და მოდით მოვიყვანოთ სახში. მეორეც არის აქ თუ მხოლოდ ეს არის. კარგით არა უშავს, წავიყვანოთ ეს დაგვიდებს ალბათ კვერცხებს და შემდეგ კვერცხებსაც გამოვჩეკავთ. კარგით, დავარწმუნდით რომ მოყვება. სად არის? აი აქ ყოფილა. და მოდით წავიყვანოთ სახში ქათამი და ჩვენც წავიდეთ. ძალიან ნელია და ძლივს მოყვება. ვერ მეწევ. მე უფრო სწრაფი ვარ. კარგით, წავიდეთ და მივიდეთ სასწრაფოდ სახლში. სანამ ძალიან დაღამებულა და მონსტრები გაჩენილიყვნენ და დასპავნდნენ. აი ის საქათმეც გამოჩნდა, ანუ იგივე ქათმების ფერმა ავტომატური ქათამიც აქ არის. შეიძლება ამ ქათამს დაკლა დაემუქროს, რადგან ზოგჯერ იპარებიან ხოლმე ქათმები და ეს ცუდია. რა თქმა უნდა ცუდია. კარგი ქათამო, გადიგით, მე უნდა გავიდე. აი ესე. ქათამიც ჩავკეტეთ აქ. მეგობრებო, სულ დამავიწყდა რომ გამოსაჩეკად. ანუ სადაც უნდა გამოიჩეკოს ეს ქათამი კვერცხით, რომ გამოუჩეკოთ, ჭირდება კედელი, რაზეც უნდა დაეტაკოს კვერცხი, რომ გაწყდეს და მისგან შეიქმნას პატარა წიწილა. ამიტომ აი აქ იმ ღობეს მოვტეხავ და აი ასე კედლებს ამოვაშენებ. აი აქაც ასე შეყვანა რომ გამიადვილდეს ხოლმე და პირდაპირ კარის გახსნის გარეშე ღობები გადავაძრინე ხოლმე და შემდეგ მე კარით გამოვიდე და მოდით აი ესეც ავამაღლოთ აი ასე იყოს მაღალი, რაც მაღალი მით უკეთესი და ზევით გავაჩენთ და შემდეგ მოდით გადავხუროთ ასევე ეს ქათმების პატარა სახლი თუ ფერმა თუ რაც ქვია. ფერმა რა საქათმე, იყოს საქათმე. იგივე, ეგრეთ წოდებული. აი ასე ზევითაც ვერ გადავარდებიან ის ქათმები, დარწმუნებული ვარ ამაში და მოდით აი აქაც გავაკეთოთ ასე. და მგონი ჩვენი ფერმა სრულებით მზად იქნება ცოტა ხანში, აი ესეც და მორჩა. ჩვენი ფერმა სრულიად მზად არის. ერთადერთი რაც დარჩა აი აქ ამოშენებაა და ამისთვის ხეები აღარ მეყო, ამიტომ სახში დაუბრუნდები, ახლა ღამდება ნამდვილად და დილით დაუბრუნდები საქმეს. იმედი არ რკინებით გამომწვარი იქნება და როგორც ჩანს 29 რკინა გამომწვარეა. მოდით ახლა შევიცვათ 60, ნახოთ რა გვაქვს ფეხსასმელები, შარვალი და ქუდი გვჭირდება. შარვალი და ქუდი, ესე იგი. ქუდი და შარვალი. ასევე დაგვრჩა ბევრი სხვადასხვა რამ და დაგვრჩა ბევრი რკინა ისევ
და მოდით აი იმ სკიურში ჯანდაბა რა დავდე. ჩავდოთ ჩვენი დარჩენილი რკინა. ესევე ორქიდიებიც თუ ხო, ორქიდია, ლურჯი ორქიდია, ასევე ეს რკინის ორე, თუ რა თქვია, ანუ მადანი, ციფასეულობა და ეს ყველაფერი დანარჩენი, ანუ რაც გჭირდება შემდეგისთვის, ეს ხეები შემდეგ ნამდვილად დაგჭირდება და დავწერთ. დილით საჭმელის ჭამაც მოგწევს, აი მიწის ბლოკის გატეხვა დამავიწყდა და მოდით გავტეხოთ ეს მიწის ბლოკიც და მგონი საკმარისია. ყველაფერი თითქმის მზად მაქვს და მხოლოდ დამრჩა იმ ერთადერთი წვრილი კედლის ამოვსება. აი იქ მონსტრი იწვის, ჯანდაბა მოდის ჩემსკენ, სისხლი არ წამიკიდო, ცეცხლი არ წამიკიდო. მოკლით, ორივე დროს მოხდა. ასევე ხა არ გვატყობს კრიპერიც, ანუ იგივე ეგრეთ წოდებული შფოთა და იმედია აი აქ არ ჩაძვრებიან რაიმე მობები და მონსტრები და ასე შემდეგ და 1000 უბედურებები. ამ კაცმა დადონეთა კვერცხი. არ დაუდია, რა ცუდია. და მეგობრებო, დღე აი იქ ხედავ ობობას, ნაჯახით მოკლავ, რკინის ნაჯახით. როგორც იცი, რკინის ნაჯახს აქვს ძალიან დიდი შეტევის ზიანი და მოდით დავარყავ თავში, რადგან კუჩში როდესაც ვუტყავ, რამოდენიმეჯერ მომხდარა ისე, რომ უფრო არ მაძლევს ქსელს. თვალიც მომცა და ქსელიც, რამდენი ქსელია? 2, ხომ? შვენიერია. კარგით მეგობრებო, ეხლა გჭირდება საჭმელი და შემდეგ არ ვიცი, შემდეგ ეპიზოდს გადავიღებ ლორწოებზე ნადირობას, არ ვიცი. არ მგონია, მაგრამ შეიძლება გადავიღო. შეიძლება ამ ეპიზოდშივე გავაკეთო ეს და ეხლა წავიდე ლორწოებზე სანადიროთ. მოდით ავიღოთ ეს ხორცი და ჩავდოთ აი აქ, რადგან გავაკეთოთ საჭმელი და შევჭამოთ. გემრიელად მივირთვათ. სწრაფადაც ვეღარ დავრბივართ, რადგან ძალიან ქვია. და მოდით აი ესეც ავიღოთ და შევჭამოთ. გემრიელად მივირთვათ, შევახრამუნოთ, მას დააკვირდით ახრამუნებს და მოდით ესეც ავიღოთ, ესეც შევახრამუნოთ. ჯანდება ზომბის ხორცს ვჭამდი. ეს დავიკავოთ და მესამეც შევახრამუნოთ. მანამდე ეს კარტოფილი შევწვათ, რა მიდის? ისე ზომბის ხორცს რა მაიღო ხელში. კარგით, შევჭამოთ ესეც. შეჭამი. აღანში. ვაიმე. არ შემომენტრიო კარი. წადი აქედან, წადი. ბოროტი ზომბი. ჯანდაბა რა დროს ეს იყო? მოკარი. ბეწზე გადავრჩი მეგობრებო, ზომბი კარებს მინდოდა და ნამდვილად არ მინდოდა ეს. რათა ჩემი კარი სოფლელ ზომბს შემოენტრია და ეგრეთ წოდებული მაჭანკლები, იგივე პატარა ზომბები ძალიან არ მევასებიან, ანუ არ მომწონს, რადგან ძალიან სწრაფები არიან და ხელს მიშლიან ძალიან, ანუ ვერც გაასწრებ, თითქმის შენი სწრაფისები არიან და იმედია აქ იქნება ლორწო, მაგრამ არ მგონია. არაფერი არ ჩანს. არავითარი ლორწოს კვალი. იქით რაღაც მდინარესავით არის და მოდით გავიდეთ იქაც, რა იცი იქნება რა ხდება და მართლა იყოს იქნება ლორწო და მოდით აი გადავიდეთ აი მთისიკით, სადაც ვიცი რომ არის მდინარე და შემდეგ ნახოთ არიან თუ არა იქ ლორწოები, ანუ სლაიმები, რომლებიც დახტუნავენ და თან ასევე თავს გესხმიან. შემდეგ მისგან ჩნდება 2 ლორწოს პატარა ლოკუნია და ასე შემდეგ გრძელდება, ანუ სანამ ბოლომდე არ დააწვრილებ და არ მოკლავ. აქეთ არის ძალიან დიდი ჭაობი, აი ზღვარი და მოდით ნახოთ ამ ჭაობში რა გვაქვს. კარგით, დავათვალიეროთ აქაურობა და არანაირი ლორწოს კვალი არ ჩანს, როგორც ხედავთ მეგობრებო. ეს ძალიან არ მომწონს და მე აი ამ წერტილიდან დაგემშვიდობებით, მე მანამდე მივალ სახში და ნახვამდის მეგობრებო, იმედია ისიამოვნეთ ჩემი ვიდეოთი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ნახვამდის.